საქართველოს ერთიანობისათვის აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სოხუმის მერის გურამ გაბესკერიას, საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკის მამია ალასანიას და მათი თანამებრძოლების ნეშთები 24 წლის შემდეგ თბილისში გადმოასვენეს და დიღმიწმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 გმირის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. ცერემონიას ქართველი გმირების ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, ომის ვეტერანები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. აფხაზეთის ომში დაღუპული 25 გმირიდან 20-ის ნეშტი დიღმიწმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. მამია ალასანიას ნეშტი ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, ხოლო დანარჩენი მათი ოჯახების თხოვნით სხვადასხვა ადგილზე დაასაფლავეს. ეს გმირები და მათი ისტორიები ქართული საზოგადოებისთვის საამაყოა. თითოეული მათგანი ჟიული შარტავასთან ერთად სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იცავდა საკუთარ ქალაქსა და ქვეყნის ერთიანობას. ყველა ქართველისთვის სამაგალითოა სოხუმის მერის გურამ გაბესკერიას გამბედაობა და მოწინააღმდეგის მოთხოვნაზე დაჩოქილიყო მის მიერ წარმოთქმული უკანასკნელი და ცნობილი სიტყვები არასოდეს სიცოცხლეში. გურამ გაბესკერიას ახლახან ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ძალიან დამწუხრებულები, ძალიან განვიცდით ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიხარულო რომ გვეცოდინება. მივაბარეთ მიწას და გვეცოდინება სად არის, სად მოვიდეთ. ძალიან ამაყი ვარ, რა თქმა უნდა და დიდი მადლობა უფალს რომ მიგვესვლება მამის საფლავთან. დიდი მადლობა წითელ ჯვარს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ხვდა წილად გურამ გაბესკერიას შვილობა. 3 კვირის უკან ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს მამას და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ამაყი ვარ რომ ისი შვილი ვარ. დიდი მადლობა საქართველოს დაფასებისათვის. დღეს მოხდა ისაც ველოდებოდით 24 წელი. ემოციის გარეშე აქ წარმოუდგენელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცემა საშუალება რომ ამოვიდე მამის საფლავზე და მამამ ჩვენ მოგცა მაგალითი რომ არ უნდა დაუჩეკო მტერს არასოდეს, არ უნდა დაუჩეკო მაშინაც კი როდესაც მიყავარ დასახვრეტად. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ასევე ბოლომდე იბრძოლო და ბოლო წამამდე დაიცვა შენი სამშობლო და შენი ქალაქი. 24 წლის წინ სოხუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ნეშტების იდენტიფიცირება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოხდა. აღსანიშნავია, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდითა და დევნილთა განსახლების სამინისტროს მონაწილეობით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მიმდინარე ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 325 ნეშტი იქნა მოძიებული, რომელთაგან 126 უკვე ამოცნობილი და გადმოსვენებული. მოძიებისა და გადმოსვენების საკითხზე მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება. პროცესი ხანგრძლივად მიმდინარეობს. ბოლო ეტაპი, რომელიც ეხება ბატონ ჟულის უშუალო გარემოცვას და იმ ბიჭების ცხედრების გამოსვენებას, რომლებიც ჩვენთვის უცნობ ადგილას იყვნენ დასაფლავებული. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ბოლო გზაზე მივაცილოთ ამ ბიჭების ცხედრები და კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ მათ იმ საოცარი გმირობისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს სიცოცხლე, მიიტანეს იმ სამსხვერპლზე, რასაც სამშობლოსადმი სიყვარული ჰქვია. კიდევ ერთხელ ქეთს ვიხრი მათ წინაშე, მათი გმირობის წინაშე, მათი მშობლების, მათი ახლობლების წინაშე. უპირველეს ყოვლისა თავი მინდა დაუხარო მათ ხსოვნას. მადლობა უთხრა მათ მშობლებს, ნათესავებს, ახლობლებს, უყველას, ვინც ესეთი ვაჟკაცები გაზარდეს, ვინც მათ გვერდით იყო. მადლობა მინდა უთხრა მთავრობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გააკეთა, რომ გურამ გაბესკერიას მიენიჭა საქართველოს გმირის წოდება. მე მინდა გავიხსენო ბევრი ადამიანი, ბატონი მამია ალასანია, ესენი უყველა გმირები იყვნენ. იმიტომ რომ ეს ადამიანები მართლა როგორც იტყვიან, თავაწეული შეხვდნენ სიკვდილს და დაიცვეს ქართული ღირსება. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. დღეს შესაძლებლობა გვეძლევა 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ შესაბამისი პატივით მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ
27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს და მინდა მიუსამძიმრომ თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს მთელ საქართველოს. მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული. ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარმოადგენთ ეროვნული გმირის წოდებაზე. ასევე 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც გააჩნია კონფიდენციალობის დაცვის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების პატივით დაკრძალვა როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების. მინდა ასევე დიდი მადლობა გადაუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათამკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ გარდაუვალია ის, რომ ჩვენ ქართველები, აფხაზები და ოსები აუცილებლად დავსხდებით, ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ, სათქმელს ვეტყვით, შევრიგდებით და ერთად ავაშენებთ ჩვენს საერთო სახლს, რომელსაც ერთიანი და ძლიერი საქართველო ქვია. ჩვენ კიდევ ერთხელ უსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრების გმირობა თითოეული ქართველისთვის დაუვიწყარი და მისაბაძია. ეს ადამიანები სოხუმის უკანასკნელი დამცველები არიან, რომლებიც მტერმა ვერ დააჩოქა. ისინი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეწირნენ და მათი სახელები დავიწყებას არ უნდა მიეცეს. გურამ გაბესკირია, მამია ალასანია, არშაվել შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, გივი პაპუაშვილი, ბადრი ბერუაშვილი, გოჩა მაჩაიძე, ალექსანდრე ფარცვანია, გოჩა თათრიშვილი, გენადი ლიპარტელიანი, თეიმურაზ ჯორბენაძე, მერაბ კვინიკაძე, სერიუჟა სილაგაძე, ბესიკ სოფრომაძე, დავით გოჩიაშვილი, თენგიზ აფსანძე, ვახტანგ ფარცვანია, ომარ გიგოლაშვილი, ნოდარ ხახიაშვილი, ნუგზარ ჭუჭულაშვილი, შალვა ნადირაძე, კობა მირზაშვილი, ელგუჯა შარტავა, ხვიჩა შალვაშვილი, მარია მოსიძე.